რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ. მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ნაპოვნია მეცნიერული ზენით რომ ვთქვათ ტრიგერი, რამაც პროჭრილელებს ვითომ საჯარო სივრცის სიწმინდეზე ზრუნვისკენ უბიძგა. აი რაღაც ახალ კანტორას რომ ქმნიან Facebook, Twitter-ების სასქროლოდ. გიგა მაქარაშვილი, როგორც ნადეჟდა იტყოდა, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, 5 დღით ჩასვეს შალვა პაპუაშვილს განდონი უწოდეო. მაქარაშვილი უკვე გამოვიდა გარეთ. მორჩა. ქართულ პრეცედენტულ სამართალში ჩაიწერა, რომ პაპუაშვილი განდონი არაა. თუ იმეს გეგონათ, რომ განდონია, სასწრაფოდ შეიცვალეთ ახლა აზრი. იმიტომ რომ ეს სასამართლომ დაადგინა. ქართულმა სასამართლომ, რომელიც მე რამდენიღაცა ადგილზეა მოსახლეობის სტაბილური ნდობის, პერცეფციის ადეკვატურობის დამკვიდრების, ეფექტურობის, ელექტროობაში გადაზრდადობის, ცნობადობის ამაღლების, ტრანსპარენტულობის შესაბამისობის ინდექსით, რომელსაც რა თქმა უნდა ყოველ წელს ითვლის გორბი საქართველოს მევახშეთა და მევალეთა ასოციაციის შეკვეთით. აი, ამ პრეცედენტული სამართლის მიხედვით დღეიდან მორჩა. შალვა პაპუაშვილს განდონი აღარ ეწოდება. და თუ მაინც ეწოდება შალვა პაპუაშვილს განდონი, მწოდებელი ისევ ეწავა ციხეში 5 დღით, ან მეტით, თუ კი დანაშაულს გაიმეორებს. ან შეკრებითობით თუ განდონთან ერთად შალვა პაპუაშვილს კიდევ რამე სხვას არაქართულ სიტყვას უწოდებს. ესე იგი, ვინმეს რამე რომ არ შეგეშალო და უადგილოდ აღარ წამოგწდეთ. შალვა პაპუაშვილი რა არ არის? მართალია, შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის. უკან არიგებში გეყურებათ? გაიმეორეთ, ხო, აი თქვენ გაიმეორეთ. შალვა პაპუაშვილი არ გამოკვეთეთ, არ არის. ხო, არ არის. კარგად გამოკვეთეთ, ექსპრესიულად. შალვა პაპუაშვილი რა არ არისო? შალვა პაპუაშვილი არ არის განდონი. ვინ არ არის განდონიო? შალვა პაპუაშვილი. რატომ არ არის განდონი შალვა პაპუაშვილი? იმიტომ რომ ეს სასამართლომ დაადგინა. რომელმა სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის. და რა არის საკაუგებარი? საერთოდ რატომ გახდა სამტკიცებელი, რომ შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის? და რატომ გახდა სარჩელში ჩასაწერი, რომ შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის? განა ერთი კაცის, ბოდიში ნადეჟდა, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის აზრი საკმარისი იყო, რომ საზოგადოებას მართლა დაეჯერებინა თითქოს შალვა პაპუაშვილი განდონი არის. რა თქმა უნდა არა. რამდენი მაქარაშვილიც უნდა გამოიყო თაწი. ხელში გვიჭირავს მოსამართლის ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. და უტყუარად ამტკიცებს, რომ შალვა პაპუაშვილი განდონი არ არის. რატომ ძლიერდება ავტორიტარიზმი? ცვედანი და უხერხემლო მამაკაცების გამო. არ გეგონთ, რომ კობახიძეს ვაყენებდა შეურაცხყოფას ან პაპუაშვილს, ან ზარქოას, ან მდინარაძეს, ან მაკაბოჭორიშვილს. არანაირი შეურაცხყოფა. სუფთად მეცნიერება. შესწავლილი, გამოკვლეული და ბეჭედასმული გერმანული უნივერსიტეტის მიერ. კაიზერსლაუტერნ კასელის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი კვლევა ჩაატარეს სპეციალურად მამაკაცებზე და სპეციალურად ამ საკითხზე. სთხოვეს მაგალითად წარემართად მოლაპარაკებები, შემდეგ იუთხრეს, რომ არასაკმარისად დომინანტურები იყვნენ. ან დააჯერეს, რომ კაცები ვეღარ უზრუნველყოფენ ოჯახებს ფინანსურად. ეჭვი გაუჩინეს მოკლედ. და მთავარი მერე დაიწყო. ასეთი ფორმით ღირსება შელახულმა კაცებმა მეტი აგრესია გამოიჩინეს ქალების, ლტოლველებისა და LGBT ჯგუფების მიმართ. მეტი მხარდაჭერა გაუჩნდათ აქტიური და აგრესიული შიდა თუ საგარეო პოლიტიკის მიმართ. საარჩევნო გემოვნება კონსერვატორებისა და ავტორიტარული ტიპებისკენ გადაეხარათ. ამ მამაკაცებიდან მეტმა დაუჭირა მხარი იარაღის თავისუფალ გაყიდვასა და ტარებას და ახლა კარგად მოусმინეთ. ასეთებს უფრო დიდი მანქანები შეუყვარდათ. ესე იგი, ბოლომდე არ ტყუოდნენ ისინი, ვინც ამტკიცებდა პრაიდებთან ყველაზე თავგადაკლული მებრძოლები ლატენტური გეები არიან და დიდი ჯიპები კი პატარა ნიშნავსო. ამიტომ წინადადება მაქვს დიდვან ქოცებთან. გამოცვალეთ მანქანები და Fiat Uno-ებში გადასხედით, ან მინიში, ან სმარტში, ან ზაპაროჟეთში ბოლოს და ბოლოს. ჟობს იძახონ ერა პატარა დრანდულეტი ყავსო ვიდრე დაქცინონ, უი საწყალი მაგის სოლი, ნახე რამხელა ჯიპი სჭირდება თურმეო. ლატვიაში შეფრენილმა დრონებმა გახვრიტეს ნავთობის ცარიელი რეზერვუარი და გადააყენეს ჯერ თავდაცვის მინისტრის, შემდეგ მთელი კაბინეტი.
სპრუცი გადადგა არა იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან რამდენიმე დღის წინ დრონები შემოფრინდა, არამედ იმიტომ, რომ იმ ღამეს აღმოსავლეთ ლატვიაში რამდენიმე 1000 მოქალაქეს ტელეფონში გაფრთხილებად 9 საათის ან 40 წუთით გვიან მიუვიდა. ამისთვის სამინისტრო საჯაროდ გაჯორა პრემიერ-მინისტრმა და ამისთვის მთელი პასუხისმგებლობა მერე მინისტრმა აიღო და გადადგა. სისტემა ასე მუშაობს. ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფებზე მოქალაქეებს აფრთხილებენ საგანგებო სამსახურები, ხოლო სამხედრო საფრთხეზე მოქალაქეს აფრთხილებს თავდაცვის სამინისტრო. ეს არ მოხდა ამჯერად. უფრო ზუსტად, 3 მოსაზღვრე რაიონში მოხდა, ერთში კი არ მოხდა, რეზეკნეში. ლატვიელი სამხედროები ამტკიცებენ, რომ დრონები ჯერ კიდევ რუსეთის ცაში შენიშნეს და ასწიეს აერში ნატოს გამანადგურებლები, მაგრამ არ უსურვიათ. ახლა ლატვია იპოვის ახალ თავდაცვის მინისტრს. უფრო რთული კი ახალი წესების განსაზღვრა იქნება. კაცრი განსაზღვრა, რა შემთხვევაში უნდა მოახდინოს ზემოქმედება ფრინავ ობიექტზე სამხედროებმა და როგორია ბრძანების მომზადებისა და გაცემის სქემა. ჯაჭვი. ბალტიის ქვეყნებს აქვთ საჰაერო თავდაცვის საკუთარი სისტემები, მაგრამ არც თუ ბევრი და არც თუ უნივერსალური. ამიტომ ალიანსში მიღების დღიდან, აგერ უკვე 22 წელია ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის სას სხვა მოკავშირეები თავიანთი ავიაციით იცავენ. 4 თვიანი როტაციით გზავნიან გამანადგურებლებს, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან. აქამდე ისინი რუსული თვითმფრინავებისგან ნეიტრალებითა და დევნით იყვნენ დაკავებულები. დარღვევა საკმაოდ ხშირია. აფრინდება მორიგი წყვილი, მიუახლოვდება დამრღვევ ვანიას და ანიშნებს დაიკარგე ხაკიდანო. ის თუ გაჭირველდება, ცოტას გვერდზე გადაიხრება და აჩვენებს, რომ რაკეტები აქვს ფრთებზე შეკიდებული და აქამდე 22 წელი ეს კარგად მუშაობდა. მაგრამ ახლა უპილოტოების ეპოქა დაიწყო და იმას როგორ და რა უნდა გააგებინო. ასე დადგა ახალი სტანდარტული რეაგირების საჭიროება. ზუსტად ეს სქემა არის ბოლომდე და დეტალურად დასამუშავებელი. ვინ აძლევს ბრძანებას ნატოს სახელით მოქმედ ფრანგან გერმანელ მფრინავს, თითი დააჭიროს სასახლეც. ამ შემთხვევაში ლატვიის საში. ლატვიის სამხედრო ძალების მეთაური აძლევს ამ ბრძანებას თუ ნატო. რუსეთის მეზობლად არ მოგწყინდება. სულ რაღაც ახალს გთავაზობს და გაიძულებს სულ ისწავლო. და ალბათ გახვრეტილი უმოქმედო რეზერვუარი და ერთი მინისტრის გადადგომა ღირდა იმათ, რომ ნატოს თავდაცვა და რუსულ საფრთხეზე რეაგირების სისტემა უკეთ მოიწყო. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ და მოგწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა.